საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით აჭარის მთავრობა ახორციელებს ჩვენი რეგიონის ფიზიკის პედაგოგებისთვის უნიკალურ პროექტს, რომელიც გულისხმობს მათ ვიზიტს ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, სადაც მათ ექნება შესაძლებლობა იხილონ ეს არაჩვეულებრივი ლაბორატორიები, სადაც მიმდინარეობს დღეს მსოფლიო კვლევების, სამეცნიერო კვლევების ძირითადი ნაწილის წარმოება და ეზიარონ ამ პრაქტიკას, ხოლო შემდგომში უკვე ეს პრაქტიკა, ეს გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ კოლეგებს ჩვენს რეგიონში, გაუზიარონ სკოლის მოსწავლეებს იმისთვის, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა მეცნიერი დაინტერესდეს ფიზიკით, დაინტერესდეს მეცნიერებით ზოგადად და ჩაერთოს სამეცნიერო საქმიანობაში. გასულ წელს შეიჩადა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში CERN-ის ლაბორატორიაში მივლინებით წასული იყო 3 ფიზიკის მასწავლებელი. წელს გამოცხადდა კონკურსი, უკვე დაიწყო საბუთების მიღება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაცვლად სამისა წელს 4 მასწავლებლის დაფინანსება მოხდება, რომელიც მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში გამგზავრდება ცენტრში სტაჟირებას. მონაწილეობა მივიღე აჭარის განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა სახლის მიერ განხორციელებულ პროექტში. სტაჟირება შვეიცარიის ქალაქ CERN-ში. ძალიან საინტერესო ლექციები მოვისმინეთ ქართველი მეცნიერებისგან. ვნახეთ იქ ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი დეტექტორები და გავეცანით ძალიან საინტერესო საკითხებს. ვნახეთ როგორ მოხდა აღმოჩენა ეგრეთ წოდებული ჰიგსის ბოზონის, როგორ აკეთებენ ანალიზებს თავიანთი ნამუშევრების. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სამუშაოები მიდის სამყაროს განვითარების, წარმოშობისა და განვითარების ისტორიას სწავლობენ. და მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ პროექტში ბევრმა მასწავლებელმა მიიღოს მონაწილეობა და ბევრმა მიიღოს აი ეს გამოცდილება, რაც მე მივიღე იქ. მე პირადად ვარ ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ არსებობს ესეთი პროექტი.